დღეს დილით ჩავწერე ძალიან სასწარკვეთილმა ვიდეო და ახლა წავშალე. მიზეზი ჩემი სიზმარისა, რომელიც დილდგასული ვიყავი ქალაქში, მოვედი სახლში და ძალიან მეცინებოდა საშინლად, იმიტომ რომ გუშინ ჯერ გვიან მოვედი სახლში და ვერ გამოვიცინე მოკლედ. და ისეთი რაღაც ვნახე, რომ მე და ჩემი მეგობარი ვიყავით, ისე ვთქვათ, გასული გარეთ და უცებ ხედავ, რომ კორპუსებიდან კაცი ძლიერი, ესეთი ზურბა ძლიერი კაცი გადმოხტა. და აი აღვიქვი, რომ ამ კაცის მშობლები იყვნენ და იდგნენ თითქოს ეჭირათ ეს კაცი და ხელიდან მაინც გადახტა და მე დავიწყე კივილი, სასწარკვეთილმა კივილი. ამ ქალმა გადმომძახა, შურს კი იყო, მაგრამ გადმომძახა, რომ ნუ გეშინიაო, ისეთ რაღაცაზე დავარდა, რომ გადარჩაო. და ნუ გავჩერდი კივილი, შევწყვიტე და ანუ მობრუნება, ასე ვთქვათ, დავიწყე რა, რომ გადარჩა გაანალიზება ამის. უცებ ხედავ ეს ქალი გადმოაბიჯებს აივანს და უზარმაზარი ცხენი დგას. იმდენად მაღალი, რომ ფეხი რო გადმოდგა ამ ცხელი ზურგზე დაადგა და ხელში გამჭვირვალე ჭიქით უჭირავს წითელი ღვინო, შავი ღვინო შეიძლება ითქვას, მუქი. და მგონია რომ შულს უნდა მიაწოდოს და დაალევინოს, ამ დროს ცხენი ატრიალებს თავს და სვავს ამ ღვინოს ცხენი. წამოვედით სახლისკენ მე და ჩემი მეგობარი და სადარბაზოში მხვდება ახლა ეს ქალი და ვაიმე უშვილო როგორი ნერვიულეო და მაწვდის კბილის ჩოთკს. ინსტინქტურად ვართმევ ამ ჩოთკს და ერთ სართულს რო ავდივარ, ვხედავ რომ რაღაცა ცხიმიანია, თმებია, შეკრით საზიზღრობა და სასწრაფოდ სადარბაზოს ფანჯრიდან ვაგდებ ამ ჩოთკს და ვაგრძელებ გზას. და უცებ მესმის ჩემი მეგობარი ამურბის კიბეზე, ჩემი მეგობარი დავტოვექვევით და მეუბნება რომ ნაჯახით მომდევსო ეს ქალი და ჩქარაო და ამოვირბინეთ და შემოვასწარით, კარი გავაყე ჩქარა და შემოვასწარით სახლში, სამშვიდობო შემოვედით. როცა გავიღვიძე, მაშინვე მივხვდი, რომ ეს სიზმარი მე არ მეკუთვნოდა, ეს სიზმარი იყო კოლექტიური ცნობიერებიდან. მე მსგავს სიზმრებს ხშირად ვხედავ და ყველაზე აი ძალიან სწრაფად სრულდება ხოლმე ხშირად მეორე დღესვე, არ ვიცი, ღმერთმა ქნას, მაგრამ არ მგონია ეს დღესვე ასრულდეს, თუმცა ღმერთმა ქნას ბოლოს სიზმარი, რომელიც ძალიან სწრაფად ასრულდა, ვთქვი, დილით ჩავწერე ვიდეო, რომ იქნებოდა ძალიან ცნობილი პოლიტიკოსის დაჭერა და სადღაც პირველის ნახევარზე თუ ორის ნახევარზე არ მახსოვს, ხაბეიშვილი და ჯუაშილ ბურჭულაძე დაიჭირეს. ანუ პირველი არ არის ეს სიზმარი, მაგის თქმა მინდა. სიზმარში ვნახე შორენა ბეგაშვილის გოგონას ტრაგედია და სხვა მრავალი მინახავს კრიმინალური სიზმრებიც და მithქვია სახლში, რომ ესე გამოძება ამას დადებს პასუხად ცნობილი რაღაც შემთხვევები და ესე მომხდარა და ჩემმა ვიწრო წრემეს ძალიან კარგად იცის რა ხდება ხოლმე ჩემს სიზმრებში. ეხლა მე მინდა აკიხსნათ ამ სიზმარში რა ხდებოდა. ის რაც ქვეყნის შვილი რო გადმოვარდა დაინარცხა, ეს მოხდა გუში ღამე. საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე, იმხელა ენერგია წავიდა ამ სიზმარში, იმხელა ენერგია დავხარჯე, რომ ძალიან ძლიერი ტკივილი მაქვს თავის. შვილი, რომელიც გადმოვარდა აივნიდან, ეს არის კი ბატონო. ის რაც მოხდა გუშინ. მაგრამ გადარჩა ის ძალა, რომელიც არის ერის შვილი. დედა და მამა ეს მშობლები, დიახ, ერის ქვეყნის მშობლები, ანუ მთავრობა. და მალე მიხვდებიან, რომ არ არიან დამარცხებული და გადარჩა. ეროვნული ნაწილი გადარჩა. მე ცოტა შემეშინდა. მეც ადამიანი ვარ და გუში ძალიან შემეშინდა, რომ საბოლოოდ დაანარცხეს და გადატრეხეს წელში ეროვნული ძალა. ეროვნული ცნობიერება, პატრიოტიზმი, ქვეყნის სიყვარული. მაგრამ გადარჩა ეს, ამ სიზმარმა მითხრა, რომ გადარჩა. და ცხენი რომ ამაც დალია ღვინო.
ეს არის უძლიერესი ძალა, სიმბოლო, ეგრეგორული მინიშნება. ძალის, ქართული ძალის, რომელიც სვავს ღვინოს, რომელიც იმატებს ამ ძალას, ფესვებს, უბრუნდება ხო ღვინო, ეს ჩვენი ზოგადად ძალა ღვინო, მაგრამ საქართველოსთვის ეს კიდე სხვა სიმბოლიკაა და ცხენი იღებს, ანუ ძალა იღებს. ამ ძალას ის რომ ჩატკი გადავაგდე ბინძური, ეს არის ზუსტად უცხო საშიში შემოთავაზება. რაღაც ის კიდევ ერთხელ ჭამას ვიტყვი ამ სლენგს, კი, 13 წელია, მე რომ მე არა ვჭამ, ძალიან ბევრი ხო ჭამს. ძალიან ბევრი ხო, რა ვიცი, ცალი ხელით აღატაკებს, მეორე ხელით 200 ლარიან დახმარებას აძლევს და ხან კარტოფილს და ხახვს და იმას გონია რომ აი ეს თუ არ იქნება, ესეც არ მექნება და ის ხო არასოდეს არ იცის რომ მეორე ხელიდან ატყავებს. ის რომ მე თუ არ ვიქნები ომი იქნება, ხო, ბევრმა ჭამა და ბევრი ჭამს ამას. ის რომ თითქოს და ხალხი რომელიმე ერთი პოლიტიკური ძალისთვის იბრძვის და კონკრეტული ვინმე ბელადისთვის, ესეც ხო ბევრმა ჭამა და ასე შემდეგ. ამ სიზმარმა აჩვენა რომ ვიღაცა იქნება კიდევ ამ ჭამას, ამ ნაგვის და ქაქის ჭამას გააგრძელებს. დიდი სიამოვნებით, მაგრამ ბევრი გამოფხიზლდება. და შინ შევასწრებთ მათ მოქნეულ ნაჯახს. მიყვარხართ ყველა ვინც ამ საერთო ველში ვართ, ვისაც გიყვართ ქვეყანა, სამშობლო, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ეს. არ არის მნიშვნელობა რომელი საზოგადოების ნაწილი ხარ. მე ეზოთერიკოსებიც მინახავს რომ სამშობლოს სიყვარული ეს რაღაცა გოიმობა და უნდა იყო კოსმოპოლიტი და რა მნიშვნელობა აქვს რომელი ქვეყნის შვილი ხარ, ყველა ერთი ვართ ღმერთისთვის. ღმერთმა მოგცა სამშობლო და უნდა დავიცვათ ეს. კი, ამ მატერიაში მე ვფიქრობ რომ ოჯახი და სამშობლო ის ფუფუნება კი არა და ის საჩუქარია, რომელსაც სისხლის ფასადაც უნდა გაუფრთხილდა თუ საფრთხელის. გუში ძალიან მეშინო და გუძრფელად გითხრა, ძალიან, მაგრამ იქ ვიყავ. თან სწორედ მაშინ გავედი, როდესაც ვნახე, რომ დამარცხება დაიწყო. თავიდანვე ვერ წავედი, ალბათ იცით რომ პატარები მყავს. ასია, სიზმარმა იმედი მომცა და გაგიზიარეთ. მიყვარხართ, ყველა ვინც ამ სიყვარულის ველში ხართ.